მოგესალმებით. ეთერშია მუსიკალურ გასართობი საინფორმაციო აუდიო, ვიდეო, ვიზუალურ შემეცნებით შემოქმედებით სუვერენულ ეროვნულ ექსპერიმენტალური ტელეკომპანია პასიანსი დემოკრატიულ საწყისებზე. დიახ, თვითფასო ტელემაყურებლებო, თქვენ ალბათ ადენებთ თვალს ჩვენს გადაცემებს და ბრმაც კი დაინახავს, რომ ჩვენი გადაცემები დღითიდღე უმჯობესდება და უმჯობესდება. ჩვენს გადაცემებში თქვენ ხვდებით გამოჩენილ პოეტებს, მსახიობებს და სპორტსმენებს. ჩვენთან მოდის უამრავი წერილები, ჩვენ ვკითხულობთ ამ წერილებს და თუ წერილი მოგვეწონა, მაშინ უკვე არის შემთხვევები, როდესაც ამ წერილს ჩვენ ხელმეორედაც ვკითხულობთ ხოლმე. და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხელმესამედ, ხელმეოთხედ, ხელმეხუთედაც კი წაგვიკითხია ეს წერილები. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით მე მინდა წაგიკითხოთ ახლა ერთი ჩემს მიერ დაწერილი ლექსი, რომელიც დავწერე დღეს დილით ბანაობის დროს სააბაზანოში. ლექსის სათაურია რატომ მიყვარს ცხელი წყალი? რატომ მიყვარს წერილები? ჩემ თავს ხშირად ვეკითხები, რატომ მიყვარს წერილები? ხშირად წერე გევედრები ჩემო ტკბილო, კარგო, ბები. დიახ, ესეთი პატარა სხარტი ლექსი გამომივიდა თვითფასო ტელემაყურებლებო. თქვენ ალბათ სულ მოუთმენლად როდის დაიწყება გადაცემა, ჩქარობთ, არა, მაგრამ მოდით ნუ მიჩქარებთ, სად გვიჩქარება თვითფასო ტელემაყურებლებო? როგორც ჩვენში ქართველები იტყვიან ხოლმე მოჩქარეს მოუგვიანდესო, მოეშვით რბილად, უფრო კარგად დავბრძანით და გადავალოთ პრესას თვალყური. მე კი დაგილოდებით. უკაცრავად ბატონ ლევან, უკაცრავად შეიძლება თქვენთან ერთად მეც წავიკითხო. რა? გაზეთი, გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონ ლევან, აი აქ კროსვორდს ვავსებ და სულ რამოდენიმე გრაფად დამრჩა შესავსები, ხომ არ დამეხმარებით? კი ბატონო, სამით. ესე იგი პირველი კითხვა ასეთია. ნავსადგური დასავლეთ საქართველოში, რომლის სახელია ფოთი, რა შემოაქვთ აქ გემებით? ესე იგი სულ 700 გახლავთ, ბოლო 100 არის ი. შაქარი. შაქარი 600-ია. მაშინ ხორბლეული. ხორბლეული 900-ია ბატონო. მაშინ არაფერი. არაფერი. უი, ჩაჭდა. მე როგორ ვერ მომიფიქრე. მალოთ ბატონო. არის კიდევ რა? დიახ. ესე იგი, ყველაზე გასართობ გადაცემათა ციკლი საქართველოს ტელევიზიით. ესე იგი, პირველი 200 გახლავთ პ და ა, ესეც მთავრდება 100 ი-ზე. მაცეთ ბატონო, მაცეთ რა? პარლამენტი. უი, სორია. მე რატო ვერ მოვიფიქრე მიგვის პირდაპირ მაუცებს თქვენი ორდირება. თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო გირჩევთ მოათავსოთ თქვენი რეკლამა პარლამენტის სესიების მსვლელობის დროს. თქვენი რეკლამა გახსოვდეთ დეპუტატის სუვერენიტეტია. არის კიდევ რა ბატონო? ერთი გადარჩა ბატონ ლევან, ძალიან დამავალებ. ესე იგი ძალიან იოლი კითხვა ჩემისათვის, მაგრამ ვერაფრით ყველაზე მყარი ვალუტა. დოლარი. მე კუპონი მეგონა კაც. დიახ, სწორედ აი ამასთან დაკავშირებით, კუპონთან დაკავშირებით ჩვენი მორიგი რეპორტაჟი ელიტარული ტუალეტიდან. ეგ თქო ჩააგდოთ კუპონი. პირი.